ძველია ეს კედლები. აქეთა. მთელი კედლები წყალში არის სულ. სახლების დატბორვაზე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფლავისმანში ადგილობრივები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სოფლის სიახლოვეს გამდინარე სარწყავი წყლის კალაპოტი გაიწმინდა. პრობლემა 20-მდე ოჯახს აწუხებს. მათი განმარტებით არხიდან გამონადენი წყლის მასა იმდენად დიდია, რომ მოსახლეობას მისი ამოტუმობა დღეში რამდენჯერმე უხდება. წყალი მოდის იატაკის ქვეშიდან. პადვალში საკუთრეულს მქონა ეს ოთახის მხად გაიცო. და იქ რა ხერით ვაქცევთ, ეს ერთი შვანგი იატაკის ქვეშ გვიდება, სადაც ბავშვები მიწევს ახლა და დილით გამომოხწეღანაც თქვის უსველი ლეიბი და ის დღის განმავლობაში ვერ ასწრებს ფაქტიურად გაშვებას. საღამოთი ნახევრად ლეიბში მიწევს ბავშვები. პატარები არიან როგორც ხედავ. პატარა ბავშვები ვისთან მივიყვანო, რა გავაკეთო მეც აღარ, თან ოჯახშიც კაცი არ ვყავ. რა გავაკეთო? თვითონ სახლი რა მდგომარეობაშია? ცუდად არის, მაგრამ მდგომარეობაშია, სანამ დაინგრევა. სახლების დატბორვის გარდა ფლავისმანელებს შექმნილმა ვითარებამ სასოფლო სავარგულები და მოსავალი გაუნადგურა. ისინი სოფელში სტიქიურ უბედურებას არ გამორიცხავენ. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ჩემი ბაღიც უმხლად დაჭაობდა და მოსავლიდან ხელი ავიღე. 3 წელი ველოდე, რომ მალინის ბაღი გამეშენებინა და საერთოდ მოსავალი ვერ მივიღე. უარესი მდგომარეობა ეხლა სახლს შეეხო. არ ვიცი, უნდა მოგხვედოთ, უნდა ზარალი აგვინაცხაუროთ. მარტო ის არ არის, რომ მობძანდნენ დაპირებებით, სუფთავონ არხი, დროებით რაღაცა გააკეთონ, იმ საძირკველს რომ ძირი გამოეცლება და იმ ბაღიდან რომ მე მოსავალს ჩემშულებს ვერ მიუტან, უნდა დაგვეხმაროს მთავრობა. მოლბამთა და რო ჩამოიშალოს, ალბათ ოჯახებს ჩაგვიტანს. ან ღმერთმა დაგვიფაროს და პატარა მიწა გაინძრეს, ეს მომბალია უკვე ყველაფერი მიწა ნიადაგი, ხედავთ რა მდგომარეობაში არის, სხვა ოჯახები კიდევ უარეს მდგომარეობაში დანახავთ. ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება ალბათ. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, უახლოეს მომავალში ზარალის დამთვლელი კომისია შეიქმნება. მათი კომპენსირება სწორედ ამის შემდეგ მოხდება. გამგეობა აუცილებლად სასწრაფოდ იმოქმედებს ამ ზარალის სანაზღაურებლად. შეიქმნება კომისია. თავისთავად ცხადია, კი, კომისია შეიქმნება. ჯერ გარკვეული პროცედურები აქვს გასავლელი, რომ გამგეობა გახდეს ქმედუნარიანი და უმოკლეს ვადებში ჩვენ დავიწყებთ უკვე განხორციელებას, რომ ვიზრუნოთ ამ მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად. დაზარალებული ოჯახები კომპენსაციების დარიგებას და მდგომარეობის გამოსწორებას ელიან. მანამდე კი ფლავისმანის მოსახლეობის ნაწილი ცხოვრებას ნახევრად დანგრეულ და დატბორილ სახლებში აგრძელებს.